ღარიბაშვილმაც რო ხმა მოიღო, ეს ამტკიცებს იმას, რაც ხდება შიგნით კოკასაში, რაც არის იგივე გადმოდინდების, რიჟვაძის თვითმკვლელობის ცვლილობა, ბაჩიაშვილის საქმეები, უამრავი უკვე დიდი ხანია. ჩვენ დაახლოებით ვიცით რა ხდება შიგნით. ასე რომ ღარიბაშვილს ახალი არაფერი არ უთქვია. ღარიბაშვილმა დაადასტურა კიდევ ერთხელ მე რამდენჯერ, აბა სხვებსაც მოუწევთ ადათუგენ დადასტურება, ვინც შიგნით არიან, რომ იქ ხდება საშინელება, იქ არის სრული განუკითხაობა, კრიმინალური ურთიერთობები და ღარიბაშვილს სხვა გზა არ ქონია არ აქვს დარჩენილი, რათა ოჯახი მაინც დაიცვას, რა კი თვითონ ციხეში აღმოჩნდა და ოჯახი დაიცვას რისგან ბატო პატა, ეს ვერ გავიგე. ამ კაცმა ხო აღიარა, რომ დამნაშავე ვარ, ფულს ვაკეთებდი კორუფციაში. ხო, არ ვიცი რაღაცისგან. ფაქტია რომ ოჯახი მადლობებს წერდა და წირავდა ბიძინა ივანიშვილს და ახლა რატომ გადაწყვიტა თუ ეს სიმართლეა? რაღაცა ეთყობა რომ მადლობებს იმიტომ წირავდნენ, ღარიბაშვილი იმიტომ მიოლა დათანხმდა ციხეში ჩასვლა და ასე შემდეგ, რომ რაღაცისგან განთავისუფლება უნდათ, რაღაცისგან დისტანცირება უნდათ. არ გამოვიდა ეს, ანუ განაგრძობენ მთლიანად რაღაც გარკვეულ მოთხოვნებს. ყველაზე უფრო მეტი მე ეჭვემპარება რომ ღარიბაშვილს რაღაც პოტენციალი გააჩნია პოლიტიკაში დაბრუნების და პოლიტიკაში რაღაც ნაბიჯის გადადგმის. როგორც თავად ამბობს 1%-იც კი რომ არ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჩემი შემოbrunებისო. მე არა მაქვს ასეთი მაღალი აზრი მასზე, მაგრამ კარგით ვთქვათ, ღარიბაშვილს ქართული ოცნების მომხრეებში ყავს თავისი ელექტორატი. დაუშვათ ეს. მდინარაძე, კობახიძე ახლა არიან ისეთი დასუსტებულები, რომ ღარიბაშვილის ეშინიათ. რა ლოგიკა შეიძლება ვიპოვოთ ახლა მდინარაძის მიერ მისთვის წერილების მიწერაში თუნდაც ივანიშვილის სახელით. ან თუნდაც ამას ივანიშვილი მდინარაძის ხელით აკეთებდეს. ივანიშვილს რატომ მოუნდა ახლა ღარიბაშვილის ოჯახზე, ან თამაზაშვილის ოჯახზე ზეწოლის შემდეგი რაუნდი? რა ვერ გააკეთა ღარიბაშვილმა ისეთი, რომ კიდევ ერთხელ მოუნდათ ამ ადამიანის განადგურება? და არ ვიცი მე კითხებით იმას, რაც მე მოსაზრებები გითხრათ, რასაც მე ვხედავ. რატო გააკეთა ანამან, არ ვიცი მე. მე ვიცი, მე მაგ ჩემი განცდა არის ის, რომ მან რაღაც პირობები ბოლომდე ვერ შეასრულა და ამიტომ სწხოვენ მეტ პირო, ალბათ მეტი უფრო ფულზე ალბათ ლაპარაკი. ეთქობა რაღაც ფული არ მიიტანა ბოლომდე, რომ აშკარაა რომ მის ოჯახში, მის ბინაში აღმოჩნდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული, ხო? ქეში. ანუ ეთქობა დათვლილი აქვს, იციან რამდენი უნდა მოეტანა ასე შემდეგ, გაუშვეს ციხეში რომ იქიდან მაინც მოეტანა. ბაჩიაშვილის საქმე ძალიან ტიპიურია, ძალიან კაფეო ჩას ყველაფერი. აი ბაჩიაშვილის საქმესთან როგორ აკავშირებთ ღარიბაშვილის საქმეს? არა, იმას რომ მასაც ფული ქონდა აღებული ის რაც არ ითვლებოდა რომ მისი არ იყო. და უნდა მოეტანა, გამოიტაცეს არაბული ქვეყნებიდან, ჩასვეს ციხეში, ხანესი ლაპარაკა, საბოლოო ჯამში რაღაც გარიგება მოხდა, ყველა კმაყოფილია, ბაჩიაშვილს რამე გაგიგიათ არაფერი. ანუ მან რაღაცა გარკვეული პირობები შეასრულა. ამას აკავშირებ იმას, რომ ღარიბაშვილს რაღაც გარკვეული პირობები ქონდა შესასრულებელი ალბათ. მან ეს პირობები არ შეასრულა, დაადგნენ თავზე, რაღაც ფული ამოიღეს, რაღაცა ვერ ამოიღეს, დაუშვეს ციხეში, იმ იმედით, რომ ციხეში მაინც ათქმევინებდნენ. ალბათ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა რომ დაიცვას ოჯახი, ფული შეინახოს, რაღაც გადამალული აქვს რაღაც სეიფებში, რაღაცა ბანკებში. ყველაფერი ჩემი მოსაზრებაა, არაფერი ინფორმაცია მე არ მაქვს, არავისთან კონტაქტები. გასაგებია ლოგიკას მიყვებით. ქართული ოცნებისგან განსხვავებით. ლოგიკას მიყვებით და ლოგიკა არის ის, რომ მან არ მოიტანა რაღაცა და ეხლა წეწავენ ოჯახს ალბათ და ამ ადამიანს უნდა რომ თავის ოჯახი მაინც გადაარჩინოს. თავისავი ჯანდაბას, მაგრამ ესე ვხედავ მე. ეს მხოლოდ ღარიბაშვილს და მის ოჯახს ეხება. ჩვენ ვიცით რომ ციხეშია მათ შორის ლილუაშვილი, ციხეშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რკინიგზის შეფი და ასე შემდეგ ძებნაშია. ანუ უამრავი ადამიანი ვიცით, ეს ღარიბაშვილის კლანად მოიაზრება ეს ხალხი? არ ვიცი ეს ვიღაცამ შემოიაზროს, ჩემთვის გულახდათ გითხრათ ამას ასეთი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩემ პრინციპული მნიშვნელობა ვინ ვის კლანია, აზი არა ვარ. ვინც დარჩა ქართულ ოცნებაში საბოლოო ჯამში, ვინც ქართულ ოცნებაში იყო შიგნით სიღრმეში. რომ მე მაგალითად ბევრს კი გონია რომ იქ ვიყავი, მაგრამ მე ვიყავი რესპუბლიკურ პარტიაში და კოალიციაში ვიყავი. ანუ ვისაც გონია რომ იქ ვიყავი, ჯანდაბას, ეს პრობლემა არა, ეს მათი პრობლემა უფროა. მაგრამ ვინც მართლა შიგნით იყო, ვინც გახდა პიროვნება, ფიგურა ქართული ოცნებიდან, არა, მათ ევალებათ ქართული ოცნების წინაშე რაღაც გარკვეული ვალდებულების შესრულება. იცით და მე ასე ვაფასებ ამას
ყველაფერს. ამიტომ ეს ადამიანები მიხვდნენ აღმოჩნდა რაღაც გარკვეულ სერიოზულ თუშლებას ითქვას ფულის კერასთან. დაიწყეს გაიხედ გამოიხედეს მარცხნივ მარჯვნივ ვიღაცაგანს მოდი ეს გავაკეთებ ალბათ. დაიწყეს ჯიბების ჩალაგება, ჯიბები არ იყოთ, ტომრების ჩალაგება, ტომრები იყოთ, ბინების ჩალაგება. ანუ იმდენი ფული იყო რომ არ იცოდათ საწაეღოთ ალბათ. მაგრამ მე ერთი თეთრი არ ამიღია და მე რაც აუდა ფერთხო და ჩემგან არაფერი არ გადმოვარდება ხელფასზე ვცხოვრობ მთელი ჩემი ცხოვრება. ასე რომ აშკარა ჩანს რომ რაღაცა ფული კეთდებოდა და ეს ფული ქვია ვერ გაიყვეს ან ვერ გადანაწილდა ან ვიღაც მითვისა მეტი. გაუშვეს დაიწყეს ხალხის ციხეში გაშვება, ბევრია ციხეში გეთახვებით, მათ შორის ღარიბაშვილია. ღარიბაშვილმა ხმა მოიღო, ხმა სხვები ჩუმად არიან რაღაცა არ უჩება მე ამოიღო ხმა შეიძლება ყველაფერი დადეს დაფქვეს მიიტანეს და შესაბამისად ქვია დაანებეს მათავი და შეეშვნენ ანუ მიზნესთა გამო ღარიბაშვილმა ამოიღო ხმა ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვიმსჯელო თუ თქვენ მე ჩემზე მეტი ინფორმაცია არ აქვს დაახლოებით მე ვლაპარაკობ იმას ასაც მე ვფიქრობ შეიძლება თქვენ განსხვავებული მოსაზრება გქონდეთ რომ თუ მე მაქვს უფლება გქონდეს ჩემი მოსაზრება თქვენ ასევე სხვას ასევე ვინც თქვენ ვიყურებს ასევე სხვას შეიძლება გქონდეს განსხვავებული ინფორმაცია არანაირი ინკლუზიური არა მაქვს ინფორმაცია რაღაც განსაკუთრებული მწოდეს და არც მაინტერესებს იმიტომ რომ ხედავ რაც ჩანს ადამიანს რო ეთქობა გარედან რომ ავადარი არა მოკლე გარედან აი ექიმი არა საჭირო რომ მიხვდე რომ ავადაა გარედან ხო თვალეთ უკვე იმდენად ავადარო პირდაპირ კარს აი ეს ხდება ბატონო იცით რა შეა საქმე ღარიბაშვილის ამ წერილებით ამ საჯაროობით ამ თუნდაც ქართული ოცნების ბინძური თეთრეულის გამოფენით საზოგადოებას აქვს მეტი შანსი გაიგოს რა ხდება იმ სისტემაში რომელიც მართავს ამ ქვეყანას და ამიტომ ეს არის გაცილებით მეტი სიმართლის გაგების შესაძლებლობა მხოლოდ ამიტომ ვინტერესდებით ჩვენ ამ ღარიბაშვილი რომ არ იყოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვილაპარაკებთ მასზე ამდენს. ხო ის ორგზის პრემიერ-მინისტრია, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და თავდაცვის მინისტრი იყო. ყველაზე მაღალი თანამდებობები ეჭირა კაცს, რომელზეც მედია, ოპოზიცია გამუდმებით საუბრობდა, რომ ის არის კორუფციაში, ის არის ნეპოტისტურ ქსელებში ჩართული, ის კატასტროფულად არღვევს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და პირდაპირ მოუწოდებდა ჟურნალისტების დარბევაზე მის კისერზე არის 5 ივლისი ბატონო პაატა და ახლა ეს ადამიანი ითხოვს ჩვენგან დაცვას რატომ ეკამათებით არ მესმის არ გეკამათებით არა კი არ გეკამათებით უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებასაც აუხსნა და რატომ ნამდვილად გეთახმებით ასეა ნამდვილად როგორც ამბობთ ისეა ზუსტად ხო ანუ არ ვიცი რაში როგორ დაგეთახმოთ კიდე არა დათანხმების გამო არ გითხარით საზოგადოება მარტო ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ეთერში ვართ პირდაპირ ხო გასაგებია ხო ამიტომ საზოგადოებას უნდა გააკეთოს რა უნდა წავიდეს არჩევნებზე და არა ბოიკოტზე უნდა შევიდნენ პარლამენტში იქ უნდა იბრძოლონ ანუ საზოგადოება შანსი არჩევა ღარიბაშვილი თუ არა ღარიბაშვილი ორი აირჩიე იმიტომ რომ სხვა არჩევანი მათ არაფერი არ აქვს საზოგადოებას ამიტომ საჭირო არის არჩევანი საშუალო თორე მე თვითონ კომუნისტი პარტია თვითონ ჩამოიჩალა თვითონ ჩალპა თავის თავში თავიდან თორე სხვა პარტია არ არსებობდა დღეს საქართველოში ერთი პარტია ქართული ოცნება მხოლოდ ის მართა თორე სხვები გავიდნენ გვერდზე და შესაბამისად მთელი სიბინძურე და ყველაფერი კეთდება შიგნით ქართულ ოცნებაში პოლიტბიურო იყო კომუნისტური პარტიის ძოლა და ერთმანეთს ჭამდნენ ხო გორბაჩოვი იყო ვიღა შევარდნაძე იყო ეს სუსლოვი იყო ლიგაჩოვი იყო ამით ვიყავით დაკავებულები იმ დროინდელი თქვათ მე გვაინტერესებდა პოლიტიკა აი ეს ხდება მთლიანად გავიდა აფსაიდში ქართული ოცნების ოპოზიცია და რასაც უნდა აი კვდება ქართული ოცნება, პება, იხწნება და მაინც მართავს ქვეყანას. იმიტომ რომ პატრონი არ აყავს ამ ქვეყანას. არავინ არ რომ მოვიდეს და ჩაენაცვლოს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ხალხს მოუწოდოს არჩევნებში წასვლაზე. პირიქით, ხალხს მოუწოდოს არჩევნებში არ წახვიდეთო. აი ეს სიდამპლე უნდა გაგრძელდესო. აი ესა ჩვენი პრობლემა და არა ისო ღარიბაშვილი თუ პეტრიაშვილი რაღაცას იტყვის, რომელსაც უკვე და მიიღო ის რაც იკუთვნოდა. ბატონო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს აი ის რაც ხდება ახლა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სხვათა შორის დღეს ძალიან სიმპტომატური იყო ინფორმაცია რომ სწორედ იქედან შემოდის რუსეთის მოქალაქეების მიერ მკვლელი ნარკოტიკები საქართველოში ამას უკვე თავად ქართული ოცნების სუსი ადასტურებს და ეს ძალიან საშიში ინფორმაცია ჩვენ რაღაცა უზარმაზარი რაოდენობის ტალღა ვიხილეთ 2022
წლის შემდეგ პირველად. რას უკავშირდება ეს პუტინის მიერ მობილიზაციის მოსალოდნელ გამოცხადებას, უკრაინაში ომის ახალ ტალღას, შემოდგომაზე კიდევ უფრო დაძაბულ ვითარებას რუსეთის ომისა უკრაინაში თუ რატომ უნახეთ მხოლოდ ერთ დღეში 20,000 ადამიანი შემოსული საქართველოს რუსეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ნუ აშკარაა რომ ახლა სექტემბერში იქნება არჩევნები რუსეთში, 12 სექტემბერს იქნება და მარე რაღაცები შეიცვლება. თანაც შემოდგომა მოდის უკვე რუსეთი ემზადება ზამთრის ოპერაციისთვის. ზაფხული ჩაუვარდა, როგორც წესი ოპერაციები, სახმელეთო ოპერაციები ნებისმიერ ომში ტარდება ზაფხულში ან ზამთარში, როცა ნიადაგი მყარია. შესაბამისად ზაფხული ჩაუვარდა, უკრაინამ კარგად მოიგერია შემოტევები პირიქით. მცირე, მაგრამ ქონდა ოპოზიციური უპირატესობები უკრაინას და აშკარად უკრაინა უფრო წყალში გამართულია. ტრამპიც მე მგონი მიხვდა რომ პუტინი მას ატყუებს რეგულარულად და თუ პირდაპირ დაეხმარა უკრაინას, სხვებსაც მაინც არ შეუშლის ხელს უკრაინას დაეხმარონ ევროკავშირს და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ამიტომ ამ ფონზე რუსეთს აქ რა თქმა უნდა გამოვადგომორ და ხალხი ამას გზნობს. ხალხი ვის გამორბის დღეს მათ ისინი ხო თავის ხელზე გზნობენ, როგორ იყო გუშინ სიტუაცია რუსეთში. როგორ არის დღეს? გუში ბუკვალურად ვამბობ, ანუ გიგივე ეთითუს პაროგო. ხო და ამიტომ შესაბამისად ეს ამ ხალხის ქცევა, ამ ხალხის ხეულის მოძრაობა, აი წინვალე მაგალითია იმისა, რა ხდება შიგნით რუსეთში და გადარჩენა როგორც კი ჩატარდება არჩევნები, გამორიცხული არა რომ ჩატარო. ეხლა მანამდე ვერ გააკეთებენ ამას, რა ქვია, სერიოზულ დაწყებას მიიღებენ არჩევნებში. კი არ წააგებენ, მაგრამ სერიოზული კიდე იქნება შეტევა. ეს არჩევნები არ იქნება საუკეთესო არჩევნები პუტინისთვის. იმიტომ რომ ხალხი საზოგადოება შეატყობინებს რით არის უკმაყოფილო. როგორც ჩატარდება არჩევნები, მე შეიძლება საზოგადოებას კი ჩაკეტონ. მანამდე ვერ ჩაკეტავენ. და თუ ჩაკეტავენ, მე ეს ხალხი ვერცად ვეღარ გამოიქცევა. ამიტომ მე მგონია რომ ჯერ კიდე ზაფხულის დროა, შეებულებების დროა, სამსახურიდან იულია გასვლა, წასვლა და ასე შემდეგ, მე ვაკვირდები რომ აი ზაფხულის პირზე, ზაფხულის ბოლოსკენ უკვე ეს ადამიანები შეებულების მომენტსაც იყენებენ, რათა აღარ დაბრუნდნენ, აღარ დაბრუნდნენ. რა რისკებს ხედავთ, ბატონ პატა? ბატონ უკეთ რა ვიგე? უსაფრთხოების თვალსაზრისით რა რისკებს ხედავთ? იმიტომ რომ გუშინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ითვლიდა რომ იმდენი ადამიანი არის შემოსული ერთ დღეღამეში 24 საათში რომ ერთ ადამიანს 4 წამი მოანდომესო. აი თუნდაც 4 წამი ან ერთი წარმოუდგენელი. უსაფრთხოებისა ამაზე ვლაპარაკობთ პირველ დღეებიდან ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე. ეს არის სავიზო რეჟიმი რო არ არის ნებისმიერ ადამიანს შემოვა. ნახეთ რამდენი აგენტურული ქსელებია გამოვლენილი ევროპულ სახელმწიფოებში. პოლონეთი იქნება, რუმინეთი იქნება თუ სულ გაწევებია დიპლომატების შემდეგ. მე დარწმუნებული რომ ყოველ 10 რუსში რომელშია 9-9-დან პატიოსანი ადამიანი პირობით პატიოსანი ხა მის იქ დარჩა მე ვერ წარმომდგენია პატიოსანი მარტო იდიოტებს გონიათ რომ პუტინია ჩვენი ტერიტორია თელი რუსეთი ჩვენი ტერიტორია ამ ფონზე ვიღაცები მაინც არ არიან თქვათ ასე არ უნდა თორშე მონაწილეობა მაგრამ ყოველ 10 ადამიანს მოყვება ერთი აგენტი რომელიც პირველ რიგში მათ უყურებს დანარჩენ რუსებს ეს ჩამჯდარები არიან რესტორნებში რუსულ რესტორნებში ახ ურთიერთობებში ერთმანეთს უშვებენ არაერთხელ და ორჯერ გასკდა ეს ამბები მაგრამ რასაბარი ეს ხალხი ჩამოვა და აი ვინ როცა ომი დამთავრდება და რუსები დიდი ნაწილს თუ დავინახავთ რომ გავიდა აი ვინ დარჩება და არ გავა აი იქ შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი ნაშთი აგენტური ქსელისა რომელიც იმუშავებს არა მარტო საქართველოში და საქართველოზე არამედ სამხრეთ აზიაში სომხეთზე აზერბაიჯანზე თურქეთზე და ასე ამ მიმართულებით ამიტომ რა თქმა უნდა ყველაზე დიდი საფრთხოების ეს არის რომ აი ამ დინებას მოყვება დიდი რაოდენობა აგენტურული ქსელისა რუსეთიდან რომელიც დააკვირდება თავის მოქალაქეებსაც და ბარემ დააკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესს და შეეცდებიან რომ რა ქვია ეს გამოიყენოს ვინც ღებულობს მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეობას მე მგონი რომ გასაფილტრი იქნება ხელახლა ოც ახალი ხელისუფლება მოვა რომ რათა ვნახოთ ვინ დარჩა და რატო დარჩა შეიძლება ხა ბევრი პატიოსანიც იყოს ნამდვილად ეჭვს არ ვიპარება რომ 80% შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანი ღირსეულს ვერ დავარქვევ რა ადამიანს რომელიც დღემდე რუსეთშია ჩარჩენილი მაგრამ პირობითად არა საქართველოს მტერი არ იყოს მაგრამ 10%-ით 20% ნამდვილად იქნება საეჭვო წარმოშობის და საჭიროა მასზე მუშაობა ნორმალურმა სახელმწიფოებს რო გააკეთოს ბატონ პატა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ქალში გატანილი ბენზინი აფხაზეთში მოკლედ 700 ტონამდე ბენზინია შესული და საქართველოს ხელისუფლებამ არ დამალა რომ გააგრძელებენ ამ საწვავის გატანას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში
ტერიტორიაზე. თავად აფხაზები წერდნენ იმაზე, რომ ეს არც კი ჩერდება საზღვარზე, ისე გადადის რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე წერდნენ ოპოზიციონერები იმის შესახებაც, რომ აფხაზეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს ხმარდება ეს საწვავი. ამას ადასტურებს ისიც, რომ დეფიციტი აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის ისევ რჩება და ჩვენ ვიხილეთ აფხაზების მიერ გავრცელებული უზარმაზარი რიგების კადრები. როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს ზოგადად და იმ განმარტებას, რასაც იძლევა ქართული ოცნება, რომ ჩვენს ძმებს აფხაზებს უნდა დავეხმაროთ ჩვენივე ტერიტორიაზე? მე ქართულ ოცნების განმარტებას არაფერს ამჯერ, არც ერთის. ამიტომ არც კარგის და არც ცუდის. ყველა არის სიცრუე და ყველა პოლიტიკაზეა მორგებული და არა რამე საქმეზე. ის რომ აფხაზების დახმარება უნდათ, სხვა ფორმითაც სხვა დროსაც გააკეთებდნენ. ეს მარტო ერთი ეპიზოდი. 15 წელი ჰქონდათ და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ესეც საქმე. ამ ერთი ეპიზოდით თავისთავად ეს ეპიზოდი რო იყოს ჩართული საერთო ჯაჭვში, კი ბატონო, მისაღები და გასაგები იქნებოდა ჰუმანიტარული, მაგრამ როცა პირველად ხდება, ეს ძალიან ბევრ ეჭვებს იწვევს. მაგრამ აქ არის ბევრი ნიუანსი, ახლა მეც მაქვს კონტაქტები აფხაზურ მხარესთან და საქმე ესენი ამბობენ, რომ რუსეთში ჩვენ არ ხედავთ როგორ შემოდის მანქანები გალიდან სიტყვაზე, მაგრამ ვერ ხედავთ როგორ გადის მაგალითად ფსოუზე, ეგურზე ხედავთ, ფსოუზე ვერ ხედავთ. მე აშკარად იგზნობა რომ ეს რაღაც ბენზინი არის, განსხვავებით იგივე ადლერიდან და სოჭიდან ბენზინი მაინც არის სოხუმში და ძვირად და რიგებით, მაგრამ უფრო იოლად მოსაპოვებელია ვიდრე მაგალითად რუსეთის ტერიტორიაზე. რა სავარია ხა? ვინც საბჭოთა ჯარში მსახურობდა, მე მსახურობდი საბჭოთა ჯარში. იმან იცის კარგად და მე ძალიან კარგად ვიცი და ცალკე შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ დანამდვილებით ვიცი ზუსტად, რომ ბენზინი არ შედის სამხედრო, თქვია, იმაში, რა ქვია, ბაზებზე თუ სამხედრო საჭირო არ არის, ხო, სალიარკაზე ეგრეთ წოდებული ნავთობი. სალიარი ჭირდება და დიზელი ჭირდება. ბენზინს ის, იმიტომ კარგად ვიცი, რომ მსახურობდი შაუმიანში აქ, შაუმიანში მსახურობდი და თბილისში ვცხოვრობდი, ამიტომ ხშირად მოვყავდი ამ შაუმიანის სამხედრო დაწესებულების მძღოლს და ბენზინს აცხადდა ყოველთვის ქალაქში. ქუჩებში, რომ არც კი შემოჰქონდათ ნაწილში ბენზინი, იმიტომ რომ ბენზინი მხოლოდ სუბუქ მანქანებში ისხმებოდა. დანარჩენ მთელი ტექნიკა, რომ არ მგონია რამე შეიცვალოს პრინციპულად, რომ ეხლა ამდენი ბენზინი ჭირდებოდეს რუსულ ბაზას. შეიძლება გადადეს რუსეთში და ამიტომ გამჭვირვალეობა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გულახდილად გეტყვით, თუ ყველა მთელი ბენზინი რჩება აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუ არ შედის ბაზაზე და ვერ ხვდები რატო შევიდეს, მაშინ მე მიმაჩნია, რომ ესეთი მართულება უნდა გაძლიერდეს და აფხაზები უნდა მოვიბათ, სულ მაგას გავიძახი, რომ უნდა მოვიბადეს კარგი კიდე ერთი მაგალითი ენერგიის თან ერთად ჯანდაცვის მიმართულებასთან, რომ ჩვენ თუ მოვიბავთ ამ ხალხს, ფულს იხდია, ხო, ბოლოს ფასად არ მოაქვს. მადლობა ღმერთს, განსხვავებით ელექტროენერგიისაგან. სადაც ის პრაქტიკულად თან არაფერი ფული არ შემოდის, მაგრამ მაინც უნდა ვაძლევდეთ. ეს სხვა თემა, სხვა დრო შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ. აქ ფულს იხდიან და თუ მართლა გამჭვირვალე იქნება, დალაგებული იქნება, კომერციული იქნება, ყველა მოგებას ნახავს. რატომაც არ უნდა მოვიბათ აფხაზები საქართველოზე არ მესმის. და ბატონო, მოკლედ თუ შეიძლება გაეროს გენერალურ ასამბლეაში უშიშროების საბჭოს მიერ, საბჭოს წევრების მიერ საქართველოს საკითხის კვლავ წამოწევა, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ნათქვამი, რომ რუსეთთან საქართველოს კონფლიქტი არ არის წარსული, ეს კონფლიქტი ახლაც მიმდინარეა და რუსეთი ვალდებულია შეასრულოს თავისი ხელმოწერილი დოკუმენტი ხელმოწერილი პირობებიო. როგორ უყურებთ თქვენ ამას? ოფიციალურ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვისმინეთ პოზიცია, რომ ეს ფორმალობა არის. რამდენად არის ეს ფორმალობა, ან რამდენად აუცილებელი ფორმალობაა თუნდაც? ეს პირველად არ ხდება. თითქოს ყოველ წელს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, ევროპული სახელმწიფოები, ასე რომ თხათხავ და ლანძღავს ქართული ოცნება, მუდმივად გვერდში გვიდგანან და გაეროში უშიშროების საბჭოს დონეზე ყველა სახელმწიფო არის უშიშროების საბჭოს წევრი. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში მიმართავ რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს, რომ გაეროში არის 15, ქვია, წევრი უშიშროების საბჭოში. ყველაზე უზენაესი ორგანო როც მართავს. აქ და 5 წევრი არის მუდმივი. რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი და ბრიტანეთი. დანარჩენი 10 წევრი იცვლება რეგულარულად და მუდმივ ხელმოწერას არ ჩაუყვები ზართული ცული არა, მაგრამ მოსაწყენი საქმეა. ანუ ჩვენ ყოველ წელს ევროპული ნაწილი ყოველთვის ამ გაცხადებას აკეთებს. შემაშფოთებელი ერთი რამ აქვს. უკვე რა ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატები არ უერთდება ამ გაცხადებას. ძალიან ცუდია. ეს რაღაცა გარკვეული ილუსტრაციაა. გამოდის რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანგარიშს უწევს რუსეთს. და ეს არის დამაფიქრებელი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ამას მიმართავ პირველ რიგში ქართული ოცნების ამორჩეველს. ვინ არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, ვინ არის უშიშროების საბჭოს წევრი, რომელიც ხმას არ აძლევს, მუდმივი წევრი, რომელიც ხმას არ აძლევს?
ჩინეთი ჩვენი პარტნიორი, ჩემო ბატონო, ქვია ძვირფასო მაყურებელო, ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხმას არასდროს არ აძლევს საქართველოს სასარგებლოდ უშროების საბჭოში. შეგეცა ბრიტანეთი, საფრანგეთი ყოველს აძლევენ მოლაპარაკო მუდმივ წევრებზე, მუდმივ. იქ არის მთელი ევროპელები, არაბული ქვეყნები არასდროს არ აძლევენ ხმას. აზიური ქვეყნები არასდროს არ აძლევენ ხმას. ამიტომ ჩემს ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ ეს ყოველ წელს მიიღება და ვაგნო დავაკვირდეთ ვინ როგორ აძლევს ხმას. ყველაზე უფრო შემაშფოთებელი რა თქმა უნდა აქ არის ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ისინი აშკარად არა ქართული ოცნების გამო არა პროტესტის გამო რომ ქართული ოცნებაა, არამედ რუსეთის ფაქტორის გამო არაძლევს ხმას და ეს უნდა დამაფიქრებელია. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეს ძალიან უსიამოვნო სურათია ამერიკის შემთხვევაში, მაგრამ დანარჩენი ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.